გამარჯობა. ჩვენ ვიმყოფებით ყვარელში. წარმოგიდგენთ ვაზის გასხვის ერთ-ერთ თანამედროვე მეთოდს, რომელსაც ამერიკაში წარმატებულად ვიყენებთ. ვაპირებ ორი განსხვავებული პრინციპით ვიხელმძღვანელო. როგორც დავახედავთ, ეს ვენახი და ვაზი ჯერ გასხლული არ არის. ეს გახლავთ შაშანდელი მცენარე. როგორ ვიგებ ამას? მისი შეფერილობით, იგი ღია ყავისფერი ფერისაა. ხოლო ეს კი 2 წლის მცენარეა. პირველ სისტემას, რომლის გამოყენების დემონსტრირებაც მსურს ახლა, ეწოდება ლერწით გასხლა. ლერწს ვეძახით აი ასეთ ყლორს. ამ სისტემის გამოყენებისას ერთ ძირ ვაზზე ვტოვებთ 2 ან 3 ლერწს, რათა სწორად მოჭრათ. მაგალითად ამას. მოჭრა უნდა მოხდეს წესების დაცვით. მაგალითად, ჩვენ უნდა შევარჩიოთ დაახლოებით ფანქრის სისქის ლერწები, როგორც მაგალითად ეს. ჩვენ ვაჭრით ყველაფერს, მაგრამ ვტოვებთ 1 ან 2 ლერწს. ამას ვაგდებთ, ამასაც ვაგდებთ, ვინაიდან ზედმეტად პატარა ზომისაა. ამას ვჭრით. და ხანდახან შეგვიძლია ესეც კი მოვჭრეთ, რათა მაქსიმალურად შევინარჩუნოთ კორდონთან სიახლოვე და დავტოვოთ აქ ერთი ნეკი ხელახალი ზრდისათვის. აქაც იგივეს ვაკეთებთ. გვაქვს ეს ლერწი, ვიშორებთ მას. და დანარჩენ პატარა ლერწებს, როგორც ხედავთ. და სწორედ ამას უწოდებთ ლერწებით გასხლას. ზოგჯერ შეგვიძლია მოვჭრათ ძველი თუ ის გამხმარია. შეგიძლიათ მოაჭრათ გამხმარი ზედანაწილი და დატოვოთ მხოლოდ ეს 2 ლერწი. როგორც აღვნიშნე, ლერწი არის ძველი ხისმას. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია გავსხლოთ. ასე ვიშორებთ ძალიან თხელ ლერწებს, რომლებიც ფანქარზე წვრილია. ვიშორებთ გამხმარ ლერწებსაც. დაგვჭა 2-3 მათგანი. ვიტოვებთ მას. აი ამასაც და პრინციპში სულ ეს არის. ამგვარად დაგვჭა 3 ლერწი, სადაც ამოვა ახალი ყლორტები, რომლებიც ყურძენს მოისხავს. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია ცოტა შევკრჭოთ ისინი ზემოდან და გვექნება კარგი სისტემა, რომელიც წელსვე მოისხავს ნაყოფს. აი აქ გვაქვს ეს კვირტები. თითოეული მათგანი წარმოქმნის ყლორტს და ამ ყლორტიდან წარმოიქმნება მტევნები. ჩვეულებრივ ჩვენ ვტოვებთ 7-8 კვირტს თითოეულ ლერწზე. ასე რომ ჯამში გამოგვდის 20-25 კვირტი. თუმცა როგორც ხედავთ, ამ სისტემაში გვაქვს 2 ლერწი, რომლებიც ვერტიკალურად იზრდება. შემდეგ სისტემას, რომლის შესახებ სულს ვგესაუბროთ, ეწოდება ნეკებით გასხლის სისტემა. რომელებიც იდეალურია ხარისხიანი ღვინის წარმოებისათვის შესაფერისი ვაზისათვის. ის საკმაოდ ძველი სისტემაა, თუმცა ბევრისათვის კვლავაც უცნობია. ნეკების გასხლის სისტემა იყენებს იმას, რასაც ჩვენ კორდონს უწოდებთ. აი ეს გახლავთ კორდონი. იგი რჩება ხელუხლებლად 10-15 წლის განმავლობაში. მის ზედა ნაწილზე ამოდის აი ასეთი სახის ახალი ლერწები. ყველა ეს ლერწი შაშანდელი. მოცემული სისტემა იყენებს ნეკს. ჩვენ ვჭრით ამ ლერწს იმ ზომაზე, რაზედაც მხოლოდ 2-3 კვირტი შეიძლება დარჩეს. ასე რომ ჩვენ ვიშორებთ ამ ლერწს, ვარჩევთ ფანქრის სისქის მიხედვით და ვსხლავთ მას 2-3 კვირტის სიმაღლეზე. ამგვარად, როგორც თქვენ ხედავთ, ეს სისტემა ჰორიზონტალურად ანაწილებს ნეკებს, ანუ კვირტებს, კორდონის გასწვრივ. მსოფლიოში ახალი და თანამედროვე საღვინე ჯიშის ვენახის მოვლა და გასხლა სწორედ ამ სისტემის მიხედვით მიმდინარეობს. მისი უპირატესობა მეტად მარტივი და გასაგებია. ვარჩევთ ფანქრის სისქის ლერწს და გასხლის შემდეგ ვტოვებთ 2 კვირტს. ჩვენ ვტოვებთ ნებისმიერ იმ ლერწს, რომელიც კარგად გამოიყურება, ხოლო სუსტ ლერწს ჭრით და არ ვუტოვებთ კვირტებს. რისკი იმაში მდგომარეობს, რომ ზოგჯერ გვხვდება ადგილები, სადაც არ არის კვირტები და სხვა ადგილები, სადაც ბევრი კვირტია. თუმცა ამ სისტემის უპირატესობა არის ის, რომ შეგვიძლია განვახორციელოთ დაბალანსებული სხლა, ანუ დავტოვოთ კვირტების გარკვეული და ფიქსირებული რაოდენობა, სწრაფად და ინტენსიურად მზარდი ჯიშების შემთხვევაში. მხედველობაში ვიღებთ ვაზის მოსავლიანობასა და ზრდის ტემპებს. შესაბამისად, ჩვენ ვიღებთ ხის მთელ მასას, ანუ წალამს, რაც მოვჭერით და ვწონით მას. თუ აღნიშნული ხის მასის, ანუ წალმის წონა 1 კილოგრამია, ჯიშიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია დავტოვოთ 40-მდე კვირტი. ამგვარად, ჩვენ შეგვიძლია მოვჭრათ მთელი ამ ვაზის მასა, ავწონოთ იგი და განსაზღვროთ, თუ რამდენი კვირტი უნდა დავტოვოთ მასზე. შემდეგ ჩვენ ვითვლით 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14,
ასე რომ ამ მხარეს მე შემიძლია დავტოვო სავარაუდოდ 15, 16, 20 კვირტი. დაბალანსებული სხვის მეთოდის შესახებ უფრო დეტალურად კი მოგვიანებით მოგახსენებთ. ამგვარად კვირტების თვალსაზრისით ეს სისტემა მეორე სისტემის მსგავსია. უბრალოდ კვირტები განაწილებულია სიზეზე და ნაკლებია სუსტი ლერწის არსებობის რისკი. აქ ლერწი ყოველთვის ძლიერი იქნება, ვინაიდან იგი უფრო ახლოსაა ვაჟსა და შესაბამისად ამ სისტემის გამოყენებით გასვლა უფრო მარტივია. ამ სისტემის გამოყენებით ვაზის გაშლილ ტოტებზე მტევნები კარგად იქნება განაწილებული. ეს პრინციპი უფრო ვაზის საღვინე ჯიშებისთვისაა შესაფერისი, ვინაიდან მათ ამ დროს უფრო მეტი მზისხივი ეცემა როგორც აღმოსავლეთიდან, ასევე დასავლეთიდანაც. ამავდროულად, იგი ამ პრინციპის მიხედვით არასოდეს არ იქნება მტევნები ზედმეტად გადატვირთული. მეორე სისტემა ლერწით გასხლა უფრო შესაფერისია სუფრის ყურძნისათვის, ვინაიდან კვირტები ცოტა უფრო დაშორებითაა ვარჯიდან და განაწილებულია ლერწის ბოლოებისკენ. ეს ხდება იმიტომ, რომ ღვინის დასამზადებლად განკუთვნილი ყურძნის შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება ყურძნის ხარისხი და არა მტევნის ზომა. ხოლო აი აქ ამ სისტემის გამოყენებისას, როგორც აქ ვხედავთ, ეს ლერწები ძალიან ახლოს არიან ვაჟთან და მათ შორის სივრცეც პატარაა, რის შედეგადაც ვიღებთ უფრო დიდი ზომის მტევანს, თუმცა საღვინე ყურძნის შემთხვევაში დიდი ზომის მტევანი უკეთეს ხარისხს არ ნიშნავს. ახლა ჩვენ გავსკვლავთ ნეკებს. როგორც აღვნიშნე, ეს არის იდეალური სისტემა სუფრის ყურძნის ჯიშისათვის. ახლა ვაპირებ დავიტოვო ის ლერწები, რომლებიც ძლიერია და კარგადაა გაზრდილი და განვითარებული. ისინი მოყავისფრო შეფერილობისაა, არ ძალიან მუქი და არ ძალიან ღია ყავისფრო. ჩვენ ვტოვებთ 2, მაქსიმუმ 3 ლერწს. როგორც წესი, ამ დროს ჩვენი მიზანია, რომ გქონდეს ერთი გრძელი, ხოლო და მეორე ზომაში უფრო მოკლე ლერწი ქვედა ნაწილზე. ისე რომ მან მომავალი წლისათვის მოგვცეს ნაყოფი, ხოლო ამ წელს გრძელმა ლერწმა მოისხავს მტევნები. ამგვარად ყოველ წელს ვსვლავთ. ეს ვტოვებთ მსხმოიარობისათვის, ხოლო მეორეს კი ვითვალისწინებთ შემდეგი წლის ნაყოფისათვის, რასაც ჩვენ ჩამნაცვლელ ლერწს ვუწოდებთ ხოლმე. ახლა შევეცდები, რომ გავსხლა აი ეს ველს. როგორც ხედავთ, ჩვენ ვჭრით ზოგიერთ ამ ძველ შაშადელ ლერწებს, რომლებიც ძალიან სუსტია და ასევე ვაჭრით მას გვერდით აყლორტებს. მაგალითად ამას და ტოვებთ მხოლოდ ძლიერ სავარაუდოდ დაახლოებით 7-8 კვირტს. აქაც იგივე ხდება. ჩვენ გვაქვს კორდონი და ეს ძველი ხის მასა, რომელსაც ვაჭრით. მაგრამ ვტოვებთ აი ამას, როგორც შემცველ ნეკს. ამას ვჭრი. ვტოვებ მხოლოდ 2 კვირტს. ამას ვტოვებ, ეს წელს ნაყოფს მოისხავს. ეს ლერწი მოისხავს ნაყოფს თითოეული ამ კვირტიდან, რომელსაც აქ ხედავთ. ჩვენ ვიტოვებთ 7 ან 8 კვირტს. აქ ვაჭრი და ვიშორებ 1 წელზე მეტი ხნის ხის მასას. 7-8 კვირტი და ამას ვაჭრით და ვაცილებ. ასე რომ გვაქვს 1, 2, ესეც შეგვიძლია მოვიშოროთ, აი ასე. ეს კი იქნება ამის შემცვლელი ლერწი, რომელიც მოისხავს შემცვლელ კვირტს. ეს არის ამ სისტემისათვის იდეალური ფორმირების მეთოდი. ამას ჩვენ ლერწმების სხვისა და ნეკის განთავსების მეთოდს ვუწოდებთ. სულ ეს არის და ის ბატონებიც იმას აკეთებენ, რაზეაც ჩვენ ვისაუბრეთ. ახლა დაპირებისამებრ ვისაუბრებ დაბალანსებული გასვლის შესახებ უფრო დეტალურად. როგორც ამას წინათ მოგახსენეთ, დაბალანსებული გასვლა, როცა ვაბალანსებთ ვაზის დისკენ მიდრეკილებას, სასურველი მოსავლის მოცულობასა და ყურძნის ხარისხთან. სხვაგვარად რომ ვთქვა, თუ რამდენ მტევას ვტოვებთ მცენარეზე. ამის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი გზით. ვიღებთ განასხლავ წალამს, რაც დაგვიგროვდა ვაზის გასვლისას და გულისხმობ მხოლოდ 1 წლის ასაკის ხის მასას, რომელიც არის ღია მწვანე ფერის და გლუვის ზედაპირის მქონე. ასეთი ძველი ხის მასას არ გულისხმობ. ამას ვაგდებთ. ვიღებთ ხის ისეთ მასას, როგორიც ხელში მიჭირავს და ვწონით მას. აი აქ ალბათ გვაქვს დაახლოებით 300 გრამი ხის მასა და შეგროვებული ხის მასის გრამების რაოდენობის საფუძველზე ჩვენ გავსაზღვრავთ, რამდენი კვირტი უნდა დავტოვოთ ამ ვაზზე. მაგალითად, ამ ვაზს ექნება დაახლოებით 30 კვირტი. მაგრამ როდესაც გვაქვს ვაზის ჯიში, რომელსაც ჭარბის დისკენ აქვს მიდრეკილება და აი ამ რაოდენობის წალამს იგროვებს, როგორიც ესაა, ნათელი ხდება, რომ იმ ვაზის ჯიშზე, რომლის განასხლავი მასა მცირეა, მასზე იმავე რაოდენობის კვირტებს ვერ დავტოვებთ, რა რაოდენობასაც დავტოვებდით მეორე უფრო ჭარბი მასის წალამის მქონე ჯიშზე.
ამრიგად გადაწყვეტილების მიღება იმის თაობაზე თუ რამდენ კვირს ტოვებთ ხდება ჩვენს მიერ შეგროვებული გასხლული ხის მასის წონის შესაბამისად. შეგროვებული კვირტების მასის ყოველ კილოგრამზე ჩვენ ტოვებთ დაახლოებით 40 კვირტს. სად არის ეს 40 კვირტი? ეს ის 40 კვირტია, რომელიც ჩვენ დავტოვებთ გასხლის დროს. გასხლის პროცესში მოჭრილი ლერწია ის ჩვენი წალამი, რომელსაც ვწონით, მაგრამ აი ამ ნეკზე დატოვებულ კვირტებს ვითვლით, როგორც გვახსოვს, თვითონ ეგზე 2-3 კვირტი დავტოვეთ. ოღონდ არ უნდა ჩათვალოთ ის პატარა კვირტები, რომლებიც მთლად ძირში არიან თავმოყრილი. ხოლო ისინი უნდა გავითვალისწინოთ, რომლებიც დაბერლია და ლერწმის ზედა ნაწილშია განლაგებული. ამას აქვს 2, ამას აქვს 3, მთლიანად 4. აქეთ ნაწილში რამდენიმე ამხარეს, სულ 10 გამოვიდა. გააგრძელეთ დათვლა და თუ თქვენს მიერ გასხლული წალამის წონა არის 1 კილოგრამი, მაშინ დავტოვოთ 40 კვირტი. აი ვიწყებ დათვლას 1, 2, 3, 4 და ასე შემდეგ. დავუშვათ, აქ უნდა იყოს 40, ანუ ვტოვებთ 20 კვირტს, ერთ მხარეს და 20 მეორე მხარეს. ჯამში გამოგვდის 40 კვირტი 1 კილოგრამზე. თუ ვაზიდან მოჭრილი ხის მასის წონა არის 9 კილოგრამი, მაშინ ვტოვებთ 20 კვირტს, ანუ 10 ერთ მხარეს და 10 მეორე მხარეს. რა ხდება თუ გვაქვს 2 კილოგრამი? მაშინ ვტოვებთ 80 კვირტს, ანუ 40 ერთ მხარეს და 40 მეორე მხარეს. ჩვენ ამას ვუწოდებთ დაბალანსებულ გასხლას. ჩვენს მიერ განასხლავი მასის მოცულობა გვაწვდის გარკვეულ ინფორმაციას ვაზის ზრდის მიმართ მიდრეკილებისა და ტემპის შესახებ. ამგვარად ვაზის ზრდისკენ მიდრეკილება განისაზღვრება განასხლავი მასის წონის საფუძველზე, რომელსაც წონით ერთხელ ან ორჯერ. შემდეგ კი უკვე ვათვიცნობიერებთ, რომ ეს დაახლოებით 9 კილოგრამს იწონის. ეს კი 1 კილოგრამს და გამუდმებით აწონა აღარ გვჭირდება. ვინაიდან გაგვაჩნია გარკვეული წარმოდგენა, რომლის საფუძველზეც ჩვენ შეგვიძლია დავტოვოთ კვირტების გარკვეული რაოდენობა მოჭრილი ხის მასის მოცულობასთან მიმართებაში. სწორედ ამას ეწოდება დაბალანსებული გასხლა და იგი განსხვავდება სხვადასხვა ჯიშის შემთხვევაში. ზოგიერთი ჯიშისათვის ვტოვებთ მეც, ზოგიერთის შემთხვევაში ნაკლებს. გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად აქვს ამა თუ იმ ჯიშს ზრდისკენ მიდრეკილება და რამდენად შეგვიძლია დავაბალანსოთ ეს თვისება მოყვანილი ყურძნის რაოდენობასა და ხარისხთან მიმართებაში. ანუ ჩვენ ვაკავშირებთ ვაზის აღნიშნულ თვისებას ნაყოფის ხარისხსა და მოსავლის მოცულობასთან. ეს არის ერთადერთი გზა, ვინაიდან თუ უბრალოდ ვიტყვით, რომ ეს ვაზი სწრაფად და კარგად იზრდება და დავტოვებთ 40 კვირტს და არ გავითვალისწინებთ რა რაოდენობის განასხლავი მასა მივიღე, მაშინ ეს უბრალოდ ვარაუდის დონეზე გაკეთებული გადაწყვეტილება იქნება. ეს მიდგომა უფრო სამეცნიერო და ზუსტია, ანუ ეს მიდგომა შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენც და შემიძლია გამოვიყენო მეც და ორივემ ერთი და იგივე შედეგი მივიღოთ, ვინაიდან ჩვენ წონით და წონის საფუძველზე ვიღებთ გადაწყვეტილებას და არა უბრალოდ ვარაუდის, რის შედეგადაც ვიღებთ უკეთეს და მუდმივ ხარისხს. როდესაც ღვინის საწარმოები ასხამენ ღვინის ბოთლში, მათ სურთ, რომ ღვინის პირველი ბოთლი იყოს ზუსტად იმავე ხარისხის, რაც ბოლო ბოთლი. ამ ბოთლში ჩამოსხმული ღვინის ხარისხი დამოკიდებულია ყურძნის ხარისხზე. თუ ყურძნის ხარისხი ერთი და იგივეა ვაზის ყველა ძირზე, მაშინ ღვინის ხარისხიც სტაბილური იქნება. მაგრამ თუ ვაზის ერთ ძირზე უფრო მეტ კვირს დავტოვებთ, იგი დაბალი ხარისხის ნაყოფს მოისხავს, ვინაიდან იგი სუსტი იქნება, ხოლო მეორე ძირი, რომელზეც ნაკლები კვირტი იქნება, უკეთესი ხარისხის ნაყოფს მოგცემს. შესაბამისად, ასეთი ყურძნისაგან დაწურული ღვინის ხარისხი ვერ იქნება მისაღები, მაგრამ თუ გამოვიყენებთ დაბალანსებული გასხლის მეთოდს, რომელიც მოჭრილი ხის მასის წონასა და დატოვებული კვირტების რაოდენობას ემყარება, მაშინ ხარისხი ყოველთვის იქნება სტაბილური. წლიდან წლამდე, ვაზის ერთი ძირიდან მეორემდე და ბოთლიდან ბოთლამდე. სწორედ ეს სურს მომხმარებას, მათ არ სურთ სურპრიზები ღვინისაგან, მათ სურს სტაბილური ხარისხის ღვინო, რომელსაც ექნება იგივე გემო ხვალ, გაისად და 10 წლის შემდეგ. საქართველოს გააჩნია მშვენიერი ნიადაგი, შესანიშნავი მზიანი კლიმატი და წყლის უხვი რესურსები. ყველაფერი ის, რაც საჭიროა უმაღლესი ხარისხის ყურძნის მოსაყვანად. აქ ასევე ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც მემკვიდრეობით გადმოეცათ შესანიშნავი ხარისხის ყურძნის მოყვანისათვის საჭირო ცოდნა და უნარჩვევები. თუმცა იმისათვის, რომ დავაკმაყოფილოთ შესანიშნავი ხარისხის ყურძენზე მსოფლიოს მასშტაბით არსებული მოთხოვნა, ჩვენ უნდა შევცვალოთ საკუთარი სისტემა იმგვარად, რომ მივახციოთ თანამიმდევრულობასა და სტაბილურობას. მომხმარებლებს სურთ სტაბილური ხარისხი, რაც მიიღწევა პრაქტიკისა, გასხვლისა და ფორმირების გარკვეული სტანდარტების დაცვის გზით, რომლებიც გამოიყენება მსოფლიოს მასშტაბით მომხმარებლისათვის სასურველი ხარისხიანი ყურძნის წარმოებისათვის.
აღნიშნულის მისაღწევად ჩვენ უნდა გამოვიყენოთ დაბალანსებული გასვლის მეთოდი. სათანადოდ მართოთ ვენახი და ამ გზით შევძლებ საქართველოში მოყვანილი ყურძნისა და დამზადებული ღვინის გატანას მსოფლიოს ბაზრებზე. სადაც ადამიანები დაიწყებენ შესანიშნავი ხარისხის მქონე ქართული ღვინის ცნობას. ჩვენ გვსურს, რომ მთელ მსოფლიოში ადამიანები დადიოდნენ მაღაზიებში და ყიდულობდნენ საქართველოში წარმოებულ ღვინოს და ამბობდნენ: აი ეს არის სწორედ ის, რაც მინდა. კარგი, ხარისხიანი ღვინო, რომელიც დამზადებულია საქართველოში. ამ გზით ჩვენ განვასხვავებთ საკუთარ თავს მსოფლიოს სხვა ქვეყნებისაგან და ვეუბნებით მომხმარებელს: ჩვენ გვაქვს კარგი ღვინო, ჩვენ გვაქვს კონკურენტუნარიანი ღვინო და ჩვენ გვაქვს სტაბილური ხარისხი.